ანუ მოგესალმებით მეგობრებო. Вообще მძინებია ფაქტობრივად და ანუ საერთოდ დადგომა ვფიქრე რომ მეთქი I might as well sleep in. Просто ჩემ მენეჯერთან, პროდიუსერებთან, ანუ ვიღაც სპონსორებთან მაგ შეხვედრა და let's choose outfits maybe. ანუ სანამ მომემზადები და outfit-ებს შევარჩევ, მინდა იმაზეც ვისაუბრო და იმ საკითხებს შევეხო, რომელიც არის ხალხი კომენტარებში მიწერს ხოლმე. ანუ რო კაცო როგორ იქცევი რეპს გვაჩვენებ, ანუ მდიდარი რატო ხარ, სპონსორები რატო ყავს, ანუ ძალიან დიდი ბოდიში იმისთვის რომ რაღაცა ანუ ვიშრომე, ჩემ ცხოვრებაში რაღაცა ვიშრომია და რაღაცისთვის მიმიღწევია და ეხლა ამ ყველაფერს social media-ში გამოვხატავ. ადამიანი მდიდარი რო არის და რაღაცები რო აქვს ცხოვრებაში და სპონსორები რო ყავს, როგორც მე, ანუ ეს ანიშნავს, რომ მე უნდა დავდგე და ვიღაცა ხალხს უნდა უხადო ბოდიშები. ეს სამყაროს წესი არის ეგეთი, ანუ ვიც არიცით. მე ანუ ჩემ პირადი ის მყავს, რა ქვია, advisor, რაღაც, ანუ fortune teller და მან მითხრა, რომ ანუ სამყარო შეიქმნა ესე, ანუ ვიღაცა უნდა იყოს ღარიბი და უნდა შემშილობდეს და ანუ ვინც იმსახურებს, ყოველთვის იმას აქვს, ანუ material goods and luxury. ანუ ელემენტარულია. აბა მეგობრებო, low-key ცოტა embarrassed ვარ, იმიტომ რომ ანუ ძალიან დიდი ხანია ამდენი საშუალო კლასი და ღარიბი არ შემხვედრია ქუჩაში და ჩემმა მენეჯერმა მითხრა, რომ ანუ შეეცადეო, რომ ღარიბთა უბნებს ნაკლებად გადაეყარო რა. ხოდა ანუ შევეცდები, რომ დღის ბოლოს ნაკლები embarrassment ვქონდეს, იმიტომ რომ ანუ ბალისტის თავს რო დავდებ, უნდა ვიცოდე, რომ მე დღეს ანუ ჩემ level-ზე ვიყავი რა, მოკლედ. ანუ ამ სწორობით ჯუსს ვურევ კაფში. ეს რა არის? ანუ ქაღალდის საწრუპია, ძალიან ჯანსაღი, მაგრამ ანუ იმდენ ჯანსაღია, რომ ნუ დალბა. რა თქმა უნდა breakfast გარეთ, იმიტომ რომ ანუ სახლში საუზმე ის like so 2005. ყოველ თვეში ახალი მინიმუმ $10,000 ჩემთან უნდა მქონდეს რა. და ანუ იმენა ისტერიკები მქონდა, იმიტომ რომ ანუ წინა თუ ჩავარდა ისე რომ ჩემთან luxury ჩემთან არ მქონია რა. ანუ ჩემ მენეჯერს უთხარი მეთქი ან მექნება ახალი ჩანთა ან ანუ ჩემთან აღარ იმუშაო რა. და ანუ დამამშვიდა ოღონდ შენ არიტირო, ანუ ისტერიკა არ გქონდესო, ანუ სამ სხვადასხვა ფსიქოლოგთან ვიყავი, რომ მეთქი ძალიან depressed ვარ, ანუ არ მაქვს luxury არაფერი, ანუ ძალიან გაუბედურებული ადამიანი ვარ და მენეჯერმა მითხრა, რომ ანუ ოღონდ შენ არიტირო, კატო, შენო ჩემო სიცოცხლეო და ანუ ეხა ბანკში ვალს აიღებს და ნუ მეყიდე ის პრინციპში ჩანთარი ანუ 25,000 ღირს, მაგრამ ანუ ნორმ ოკეია. ანუ ძალიან ისეთი personality მაქვს რა, nature-თან ახლოს ყოფნა, ანუ მაგრად მიყვარს აი ზოგი გოგორო არის, რომ მთელი დღე მარტო ტელეფონში ჩამძრალი Insta-ზე, TikTok-ზე, ანუ მასე არ ვარ. ანუ მე მგონი ჩემს არეულს დოხოკაში რაღაც დარჩა. Просто სპიჩკა вообще, პერაშკი კრუგები. მქონდა ერთი controversy, რომ მე დამასპონსორა, ანუ ძალიან მაგრამ კომპანია, რომელსაც ძალიან ანუ ძალიან დიდი მადლობა მართლა big thanks to them. გვერდზეც ანუ გადავაზიარე, რომ შენდება 197 სართულიანი luxury, ძალიან მაგარი კორპუსი თავისი ჯიმით, სპათი, აუზით და ეს კორპუსი აშენდება ანუ სამანქანო გზის შუაში. და ანუ ამაზე ამბები შეიქმნა, ანუ მეთქი ქართველიერი ცოტა გამოშტერდა რა. ჩემო მენეჯერმა და გუნდმა მითხრა, რომ apology ვიდეო ჩაწერეო და მარტო ვიდეო კი არ ჩავწერე, word document-შიც დავწერე ტექსტი, stories-იც დავდე, post-იც დავდე და ცალკე ვიდეოს ჩავწერე, ანუ თქვენ გამო ბრანჩი გამოვტოვე რა.
ანუ რა მოხდა გზის შუაში, ანუ მშენებლობები აღარ უნდა იყოს, რადგან თქვენ არ მოგწონთ? მანქანები ვეღარ გაივლიანო თუ რაღაცა და ანუ მანქანებს არ შეუძლიათ რა ესე ავიდნენ და გვერდულად კედელზე გადაიარონ? By the way, ვინც ეგეთ რაღაცებს ამბობს, ანუ აღმშენებლობაზე, მართლა, ანუ საერთოდ არ იმსახურებთ, რომ ეგეთ კორპუსებში ცხოვრობდეთ და აი პირდაპირ გეტყობათ ქცევაზეც და ლაპარაკეთ, როგორი აი jealous ხართ და როგორი აი შურიანები ხართ, რომ აი ანუ დიდარი და ესე ვთქვათ, კაი ცხოვრების მქონე ხალხი არ გინდათ რომ გაახაროთ რა და ძალიან სირცხვილია ეგ. ანუ ეხლა ანუ ხალხი ისე იქცევა და ისეთი უზრდელია და ისეთ კომენტარებს წერდნენ, ეს არა შედის, ის არა შედის, ეს არ ვარგა, როგორ შეიძლება საქართველოს ბუნება რა დღეს ჩავარდება, რომ ანუ მართლა არ იმსახურებთ და მოკლედ ძალიან კარგი დღეა უკვე. ძალიან მაგრად დაიწყო ჩემი ჯანსაღი საუზმე. რაღაცა, ანუ ვიღაცები რაღაც კომენტარებს რო არ მიწერდნენ და ახლაც აი შეტყობინებები რო არ შემომდიოდეს, რომ ესა ისა შურიანი ხალხი, რომ აი ცხოვრებაში რო ვერ გამდიდრდებიან და შენც რო გეუბნებიან რომ ფული რატო გაქვს, ანუ ეგეთ ხალხის შეტყობინებები რო არ იყოს, truly ძალიან მაგარი დღე იქნებოდა, მაგრამ ნუ რას ვიდავთ რა. უბრალოდ მინდოდა რომ life appreciation მომეხდინა social media-ში. დროებით